ნომერი 6. სულ რამდენი ისეთი კენტი ხუთნიშნა ნატურალური რიცხვი არსებობს, რომელთაგან თითოეულს ჩანაწერში ხდება სულ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ციფრი და ამასთან ყოველი ორი მეზობელი ციფრი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ასეთი რიცხვებია მაგალითად 1 2 1 2 1 5 0 5 0 5. კენტია რიცხვი, რომლის ბოლო ციფრი არის კენტი. ამიტომ აუცილებლად უნდა დამთავრდეს კენტზე. მაგის მეზობელი განსხვავებული რო იყოს, შეიცვალა ეს რიცხვი. 5-ის გარდა ნებისმიერი რიცხვის დაწერა შეგვეძლო, ამ შემთხვევაში 0 დაწერეს. მერე ისე უნდა შეიცვალოს და რადგან მხოლოდ ორი ციფრის გამოყენება შეგვიძლია, ან 5, მერე 0, მერე ისე 5. იგივე აქაც. ბოლო ციფრი 1 დავწერეთ, რაიმე კენტი რიცხვი, მერე დავწერეთ მისგან განსხვავებული რიცხვი 2, მერე გავიმეორეთ პირველი კენტი რიცხვი 1, მერე 2 და მერე ისევ 1. ასე შეგვიძლია ჩვენც დავწეროთ რაიმე რიცხვი. ბოლო ციფრი უნდა ვიყოთ კენტი, იყოს მაგალითად ისევ 1. მის წინ რიცხვი შევცვალოთ, იყოს 3, მერე ისე უნდა გავიმეოროთ 1, მერე ისევ 3, 1, ხო? ესეც იქნება კენტი რიცხვი. ანუ სულ გამოვიყენეთ ორი ციფრი. იდეაში პირველი და მეორე ციფრი თუ ვიცით, მთელი რიცხვი გვცოდნია. ანუ ამ ხუთნიშნა რიცხვების დასაწერად საკმარისია მარტო დავწეროთ ორი ციფრი. მაგალითად რო იყოს ვიცი 3 და 4, გაგრძელებასაც აუცილებლად დავწერთ, ხო, იქნება 3 4 3 4. ანუ ვარიანტების განსახილველად მარტო შეგვიძლია გავიხილოთ, რომ არსებობს ორი ადგილი რიცხვის დასაწყებლად. პირველ ადგილზე უნდა დავწეროთ კენტი რიცხვი აუცილებლად. სულ კენტი რიცხვები არის 5, ხო, რომ მეორე ადგილზე უნდა დავწეროთ ნებისმიერი რიცხვი, ოღონდ პირველისგან განსხვავებული. სულ 10 ციფრი გვაქვს 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 1 რადგან დავწერეთ, მეორე ადგილზე დასაწერად გვჭირდება 9 ციფრი. ეს რიცხვები უნდა გადავამრავლოთ, 5 ჯერ 9 იქნება 45. ანუ სულ გვაქვს 45 განსხვავებული რიცხვი. როგორ გავაკეთეთ? ასეთი რიცხვის შესადგენად გვჭირდება ორი რიცხვი, ერთი აუცილებლად კენტი უნდა იყოს და მეორე ნებისმიერი. კენტი რიცხვი სულ 5 არსებობს და მეორე ნებისმიერი, რომელიც პირველს არ დაემთხვევა, ასეთი ციფრი არსებობს სულ 9. 5 ჯერ 9 არის 45.